2000 წელს მსოფლიო ორგანიზაციამ ინტელექტუალურ საკუთრების დააფუძნა ეს დღე და დაფუძნა 2001 წლიდან სისტემატურად ხდება ამ დღის აღნიშვნა. იმ დროისთვის საქართველოს მზად იყო უკვე რომ ეს დღე აღინიშნა. იყო დრო, როდესაც ქართველი გამომგონებლები მხოლოდ რუსულად აკეთებდნენ სამუშაოს გამოგონების დოკუმენტს, იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობდა არაფერი, რომელიც ქართულ ენაზე ამას მომზადებდა, წარადგენდა და გადაწყვეტდა. იმ დროს, როდესაც მომრავლდა გამომგონებლები, გადაწყდა რომ საშუალება მიგვეცა ქართულ გამომგონებლებისთვის, რომ აქ ქართულ ენაზე ჩამოეყალიბებია თავიანთი გამოგონების შინაარსი. ამასთან დაკავშირებით 80-იან წლებში პირადად მე მომიხდა რამდენჯერმე გამოსვლა მოსკოვში კრემლის სასახლეში, რომ გვეზრუნა, რომ საქართველოში რაღაცა ბირთვი გაჩენილიყო, რომელიც ქართულ ენაზე შეძლებდა დახმარებას გამომგონებლებისთვის და მივახციეთ მაგას. ჩამოყალიბდა საქართველოში საპატენტო უწყება. ეს ჩვენი გამომგონებლები თავისუფლად ქართულ ენაზე ამზადებენ ამ გამოგონების დოკუმენტს, შეაქვთ საპატენტო უწყებაში საბჭოთა კავშირის დროს პატენტს არ იძლეოდნენ. დღეს უკვე ჩვენ საქართველოს იძლევა პატენტს გამოგონებაზე. დღითი დღე ემატება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ფიქრობენ სიახლეზე. თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ მიუხედავად გაჭირებისა, ხანდახან ეკონომიური გაჭირებისაც, ადამიანები მაინც სიახლეზე და ახალზე ფიქრობენ და ეს ძალიან დიდი საქმეა.